როგორ გამოვიმუშავოთ პირველი $1000 სახლიდან გაუსვლელად? ეს რჩევა მოგიხდება იმ შემთხვევაში, თუ ხარ არასრულწლოვანი და ასევე თუ ყავს მეუღლე და ბევრი შვილი, იმიტომ რომ ვიცი, რომ უეჭველი დღეში 9 საათი გაქვს საკუთარი თავის განვითარებისთვის. ესე იგი, იმისთვის რომ გამოიმუშაო $1000, უნდა გაყიდო მაგალითად $100-იანი მომსახურება 10 ჯერ, ანუ მიყიდო 10 ადამიანს. რა შეიძლება იყოს ეს $100-იანი პროდუქტი? აი ხო, ბევრი ამბობთ, იმისთვის რომ რაღაც წამოიწყო, ფული გჭირდება. ფული კი არა, 3-დან 2 ყველაზე მთავარი რესურსი გჭირდება. ეს არის ენერგია და დრო. და ენერგია და დროს, როცა სწორად ანაწილებ, ჩნდება მესამე რესურსი ფული. და არა პირიქით, ანუ ჯერ ფული არა და მერე არა ენერგია და დრო. ჯერ არის ენერგია და დრო, მერე ჩნდება ფული. და სწორად რომ გაანაწილო შენი დრო და ენერგია, აუცილებლად გექნება ფულიც. რა შეიძლება იყოს მაგალითად $100-იან პროდუქტში? იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე შენ წყვეტ, რამდენი უნდა იყოს შენი მომსახურების საფასური. ავიღოთ $100. ეს შეიძლება იყოს Canva-ში დიზაინის აწყობა, Canva-ში დღეს შეგიძლია ვებ დიზაინის აწყობა, ლოგოების გაკეთება, YouTube thumbnail-ების გაკეთება და კიდე უამრავი სხვა შესაძლებლობა აქვს. $100-იან მომსახურებაში შეიძლება შედიოდეს ერთი YouTube ვიდეოს გაკეთება, რაც ძალიან დაბალ ფასად ითვლება დღეს ბაზარზე, ან შექმნა რამე ციფრული პროდუქტი, ან შექმნა კურსი შენ ცოდნაზე აგებული, ან თუნდაც ელექტრონული წიგნი. და როცა უკვე შექმნი $100-იან პროდუქტს, ახლა მთავარია ვიპოვოთ ეს 10 ადამიანი, იმისთვის რომ გამოვიმუშაოთ $1000. სად შეიძლება ეს 10 ადამიანი იპოვო? პირველი, ყველაზე ნაღდი ვარიანტი, რა თქმა უნდა, არის სოციალური ქსელები. ყველაზე მაგარი აქტიურობა სოციალურ ქსელებში, რაც იზიდავს ყველაზე მეტ ყურადღებას, არის ვერტიკალური ვიდეოების შექმნა. მეორე ვარიანტი, თუ სახის გამოჩენა არ გინდა კადრში, დაბომბო უცხო ადამიანები პირადში, სანამ 10 კლიენტს არ იპოვი. მესამე, ფრილანსერების საიტი, როგორც არის Upwork, Fiverr და კიდე ბევრი არსებობს სხვა. მაგრამ იქაც რა თქმა უნდა ჩალიჩი მოგიწევს, იმიტომ რომ ჩალიჩის გარეშე და მძიმე მუშაობის გარეშე ვერასდროს ვერ იპოვი კლიენტებს. რას ვიზამთ, მარტივი არაფერია. და იცოდე, $1000 გამომუშავება სახლიდან გაუსვლელად არასდროს ყოფილა ისეთი მარტივი, როგორიც არის დღეს. იმოქმედე. და ხო, კონტენტში დახმარება რომ დაგჭირდეს, როცა შექმნი შენს პროდუქტს, ან უკვე თუ გაქვს შექმნილი და გინდა უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, უფრო მეტი გაყიდვა გქონდეს, სწორი კონტენტი თუ გინდა შექმნა, ხომ იცი, სადაც უნდა მიპოვო?